აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა რუსლან აბაშიძემ და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოსთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა შეხვედრაზე ცენტრის სტრატეგია და საქმიანობის ზოგადი მიმართულებები წარადგინა. იგორ კოპალიანმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ყველა ის პროექტი და პროგრამა გააცნო, რომელიც მიმართული იქნება აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა პრობლემების შესწავლის, ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის ხელშეწყობისკენ. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ ხაზი გაუსვა საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მან მოიწონა სამოქმედო გეგმა და აღნიშნა, რომ ცენტრის მიერ მომზადებულ სიუჟეტებში სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად ასახული უნდა იყოს ქვეყნის საგარეო კურსის პრიორიტეტული მიმართულებები. მინდა მივესალმო პირველ რიგში იმ ინიციატივას, რომელიც წამოვიდა საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრიდან. დღეს ჩატარდა პირველი სამუშაო სხდომა ბორდის წევრების. სხდომაზე განხორციელდა საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, რაზეც მოგვეცა შესაძლებლობა ყველა ბორდის წევრს და ასევე ჩვენ მთავრობის მხრიდან მიგვიღო აქტიური მონაწილეობა, გავიხილეთ და გავიარეთ ყველა პროექტი, ინიციატივა, რომელიც არის განსაზღვრული და დაგეგმილი სამოქმედო გეგმაში. მოგვეცა შესაძლებლობა ასევე ჩვენი შენიშვნების გაზიარების კუთხით გაგვიკითხნენ და დაფიქსირდნენ ჩვენი პოზიცია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს ცენტრის საქმიანობის ზოგადი სტრატეგია. აღინიშნა, რომ წარმოდგენილ პროგრამებში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლისა და შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტების კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩენა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი დღე იყო. თითოეულმა წევრმა არაჩვეულებრივი პრეზენტაციები გააკეთეს კონკრეტულ საკითხებზე, ბევრი ჩამონათვალი იყო თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ აქედან ერთ-ერთ ძალიან კარგად გამოვყოფ, ეს იყო ახალგაზრდების ჩართულობა აფხაზეთის თემაზე. ობიექტური მასალა, რომელიც დაეყრდნობა კვლევას, იქნება ის გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება საზოგადოებას იმ მექანიზმების შემუშავებაში, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ერთიანობას, აფხაზეთის მომავალს და ჩვენს სიძლიერეს. ამ კუთხით მე ხაზს გაუსვამდი კიდევ ერთხელ განათლების ადგილს და როლს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. პრეზენტაციის ბოლოს დისკუსია გაიმართა. ხაზი გაისვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ეფექტურ და გამჭვირვალე, ამასთან ობიექტურ და დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების აუცილებლობას. პრეზენტაცია აშკარად საინტერესო იყო წარმოდგენილი. ცხადია, წარმატებებს უსურებ ყველას, ვინც იმუშავებს მის განხორციელებაზე. უბრალოდ ერთი თხოვნა მექნებოდა, რომ წარსულის პატივისცემით შეეცადეთ, რომ უკეთესი პროდუქტი შექმნათ. ეს ყველას გაუხარდება, ეს ყველას მოეწონება, ეს ყველასთვის საინტერესო იქნება, იმდენად, რამდენადაც სამწუხაროდ აფხაზეთის პრობლემატიკა ჯერ ძალიან შორს არის საბოლოო გადაწყვეტისაგან და იმდაგვარი გადაწყვეტისაგან თითოეული ჩვენგანი რომ ვოცნებოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ცენტრი შეიძენს ანალიტიკურ ფუნქციას და რეალურად დაკავშირებული აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხებთან მიმართებაში იქნება ეს მშვიდობის მშენებლობა, მოლაპარაკებები, სოციალური საკითხები, კულტურა, განათლება, მას ექნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების კარგი ინსტრუმენტი. შეხვედრაზე სამეთვალყურეო საბჭოს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ლოგოს შესაძლო ვარიანტები წარედგინა. გადაწყდა, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდეს და ლოგოს განსხვავებული ვარიაციები სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველად დამატებით წარედგინოს.